ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა სიტყვის პირობითად Ურსულა ფონ დერ ლაიენი და რას გადმოსცემს რომელიმე ქართული მედია საშუალება. დიდი დებატები იყო, რამდენად ნორმატიული შეიძლება იყოს ეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ისეთ საზოგადოებებში, რომლებიც აი ჰიბრიდულ რეჟიმებში განსაკუთრებით ან შეჯიბრებით ავტორიტარულ ხასიათის მქონე ქვეყნებში, იმიტომ რომ ცალსახაა ხო, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს, ხალხი აფინანსებს არის მარტო დემოკრატიულ და ეგალიტარულ საზოგადოებებში და როდესაც სახელმწიფო აფინანსებს იქ უკვე კითხვები ჩნდება, იქნება თუ არა ნეიტრალური ეს ორგანიზაცია და კითხვის გაჩენაც პრინციპში აღარ არის ეგ უკვე, ანუ ცალსახაა, რომ როდესაც აფინანსებს სახელმწიფო, იქ ტარდება სახელმწიფო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეგალიტარულ საზოგადოებაში არ ავცხოვრობთ ჩვენ. ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ დღეს საქართველოში არ ეკუთვნის, ეგ არის 2x2, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, ანუ რაღაცა დეკადაში ძალიან განვითარდა ეს ურთიერთობები, მაგრამ ეს ურთიერთობები არის პოლიტიკური სურვილის შედეგი. ანუ ეს არა იმის ევროკავშირი პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციაა და ეს განვითარება არ არის იმიტომ რომ საქართველოს რაღაცა ერთ დროს იყო ვარსკვლავი ნამდვილად აღმოსავლეთ პარტნიორობის, მაგრამ დღეს ხედავთ რომ აღარ არის ესე, ხო? ახლა მეორე მხარე ამას აბრალებს თვითონ ევროკავშირს, რომ ევროკავშირი თურმე ყოფილა ბიუროკრატია და ევროკავშირი შექმნის დღიდან ქვანახშირის და ფოლადის გაერთიანებიდან ბიუროკრატია იყო. ანუ ევროკავშირი ბიუროკრატიული ორგანოა, ისევე როგორც ნებისმიერი სამთავრობო თუ სახელმწიფო ორგანო ბიუროკრატიული ორგანოა, რომელიც ჩვეულებრივი მოდელია, ხო? საჯარო მართვის ბიუროკრატიული მოდელია და ამ შეჩერების მერე კატასტროფული რაღაცები მოხდა, ხო? ანუ პოლიტპატიმრები ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი ვიდრე რუსეთშია, რაღაცა გადახრა აზიურ მხარეს, ხო? რაღაცა ავტორიტარული ქვეყნებიდან ინვესტიციები, გაღრმავებული ურთიერთობები ჩინეთთან და ასე შემდეგ. ანუ გადაიხარა ეს შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი, რომელიც ვიყავით, უფრო ავტორიტარულ მხარეს ვიდრე ევროკავშირის მხარეს და ზუსტად იგივე ეს ასახავს აი ევროკომისიის რეკომენდაციები და ანგარიში საქართველოზე. არაფერი არ წერია ისეთი რაც არ ხდება საქართველოში დღეს და ეგ არის ყველაზე დიდი გულის ტკივილი, იმიტომ რომ ევროკავშირს საქართველოს შორის ისტორიულად ძალიან ღრმა ურთიერთობები იყო და დღეს რაღაცნაირად ეგ თითქოს და შეჩერებული არ არის ევროკავშირის მხრიდან. ის რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს არის ნება ევროკავშირის, რომ ნამდვილად პარტნიორები და მეგობრები ვიყავით და დღეს ეგრე